წონის ცვლილების მთავარი მაკონტროლებელი ფაქტორი კალორიული ბალანსია, მაგრამ მიღებული კალორიების წყარო განაპირობებს რომელი ქსოვილი მოემატება და დააკლდება შენს სხეულს. ანუ კუნთს დაკარგავ თუ ცხიმს წონის კლებისას და კუნთს მოემატებ თუ ცხიმს წონის მომატებისას. კალორიები, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ, ძირითადად 3 მაკრონუტრიენტიდან მოდის. ესენია ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები. თითოეული მაკრონუტრიენტი დიდ როლს თამაშობს შენი სხეულის შემადგენლობაში, სპორტულ შედეგში და ჯანმრთელობაში. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, წარმოგიდგინე 2 ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ზუსტად ერთი და იგივე კალორიების რაოდენობას იღებს. ვთქვათ 2000 კალორია დღეში. ერთი მათგანი ამ კალორიებს ავსებს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით, ხოლო მეორე მთელ რაციონს ავსებს მხოლოდ ნამცხრებით და ვთქვათ ზეთით. სასწორზე ორივემ შეიძლება თანაბარი წონა მოიმატოს ან დაიკლოს, მაგრამ ცვლილებები მათ სხეულში რადიკალურად განსხვავებული იქნება. ესაა განსხვავება კალორიების კონტროლსა და მაკრონუტრიენტების ბალანსს შორის. სამივე მაკრონუტრიენტს განსხვავებულ ფუნქციებთან ერთად სხვადასხვა ენერგეტიკული ღირებულებაც აქვთ. ცილები და ნახშირწყლები 1 გრამზე 4 კალორიას შეიცავენ, ხოლო ცხიმები 900. ამიტომ არის ცხიმებით გასხვება ასეთი მარტივი. ალკოჰოლიც შეიცავს დაახლოებით 7 კალორიას 1 გრამზე, მაგრამ რახან ალკოჰოლი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას არ ასრულებს ორგანიზმში, მას აქ არ განვიხილავთ. როგორც უკვე ვთქვით, მაკრონუტრიენტების შემადგენლობას შენს კვების რაციონში ძალიან დიდი გავლენა აქვს შენი სხეულის ფორმის ჩამოყალიბებაზე. ეს იმიტომაა, რომ მაკრონუტრიენტები მხოლოდ ენერგიით არ ამარაგებენ ორგანიზმს, მათ თავიანთი ფუნქციებიც აქვთ. რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ცილები გვინარჩუნებენ და აშენებენ კუნთებს, ნახშირწყლები გვაძლევენ ენერგიას ფიზიკური და გონებრივი აქტივობისთვის, ხოლო ცხიმები არეგულირებენ ჰორმონების გამოყოფას და მონაწილეობენ ვიტამინების ათვისებაში. სხეულის ფორმის ცვლილების კონტექსტში რომ განვიხილოთ ეს საკითხი, თუ გადაწყვიტე რომ წონის დაკლება გინდა და კალორიული დეფიციტი შექმენი, მაგრამ რატომღაც საკმარისი ცილა არ მიიღე, შეიძლება იმაზე მეტი კუნთი დაკარგო ვიდრე ცხიმი. იგივენაირად, თუ კუნთის მომატება გინდა და კალორიების გაზრდასთან ერთად მაკრონუტრიენტებიც არ გააკონტროლე, შეიძლება იმაზე მეტი ცხიმი მოიმატო, ვიდრე ისურვებდი. ამიტომაა მაკრონუტრიენტების დაბალანსება მნიშვნელოვანი. ეს არის განსხვავება ათლეტურ და გამოკვეთილ სხეულსა და უბრალოდ წონის მომატებასა და დაკლებას შორის. კალორიები განაპირობებენ რა მიმართულებით წავა სასწორი, ხოლო მაკრონუტრიენტები განაპირობებენ რომელ ქსოვილებს მოიმატებ და დაიკლებ. შემდეგ ვიდეოებში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეული მაკრონუტრიენტის ფუნქციებს, იმისთვის რომ უფრო ზუსტად იცოდე რა შემთხვევაში რა და რამდენი დაგჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.